მომისმინე ვანო მომისმინე ხა რა ხდება რა ეხა არც მაესტროში მინდა მუშაობა და არც დარგუბალაზე იმიტომ რაღაც სუდი რაღაცები ხდება მეუნება კარგს თუ არ გააკეთებ პინგვინების მომვლად გაგიშვებთო და რამე მიშველე ნუ ალბათ გაიგო ძვირფასო ტელემაყურებელო ჩვენ დღევანდელ გადაცემას ვიწყებთ ძეგლიდან ამჯერად ძეგლი წარმოადგენს შკოდას NRN 014 რომელიც თვალყურს ადევნებს ივანიშვილის სასახლეს დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო გადაცემა გვაქვს მივდივართ პარლამენტში რადგანაც პარლამენტის თავმჯდომარე ხვდება ბიზნესმენებს ნახოთ რა გამოვა აქედან წავედით მაიცა ვანო შენი იმედი მაქვს დაიძვირფასო ტელემაყურებელო ჩვენ მოვედით პარლამენტის დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზში სადაც ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე უნდა შეხვდეს ბიზნესის წარმომადგენლებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს და ჩვენც აქ ავართ როგორც მცირეც და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. ჟურნალისტები ფუსფუსებენ და ემზადებიან. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს? თუ ის უნდა შეხვდეს? ბიზნეს საბჭო. ვისა? ბიზნეს საბჭოს წევრები. გამარჯობათ. და სად შედგება შეხვედრა? ჩვენ არ შეგვიშვებენ? კადრებზე შეგვიშვებენ მგონი. უკადრებელზე სხვაგან მიმართოთ, ხო? კარგით. აი თქვენ პარლამენტის თავმჯდომარის ოთახთან ხედავთ დაღს, იმპროვიზირებულ დაღს. ეს არის ნინო ბურჯანაძის ნაქონი ნივთები. ეს ხო ნინო ბურჯანაძის ნაქონი ჭურჭელია, ხო? არის ცით გოგოებო? არა, მე მგონი ნინო ბურჯანაძის ჭურჭელია დარჩა. ხო და? რა მნიშვნელობა აქვს? სერვისი, თუ სერვიზები, ჩაშკალოშკები და რაღაცები იყიდება. შეგიძლიათ ნახოთ ვაზა, პარლამენტის შენობაში არის ვაზა. თქვენ აქ მუშაობთ? ეს რა არის უკაცრავად? აი ეს რა სერვიზებია? ეს საჩუქრებია. ბატონო? ეს საჩუქრებია. ნინო ბურჯანაძის დატოვებულია? თითად მაგას აჩუქებენ სერვიზებს და რაღაცებს. კაცს რატო უნდა აჩუქო? არა, რამდენადაც ვიცი, ყველა პარლამენტის თავმჯდომარეს ჩუქნიან ეს. უკაცრავად შეიძლება? აი ეს რატო უნდა აჩუქო პარლამენტის თავმჯდომარეს ჩაის სერვისი? იცი რა თუ თქვენ ეს დეტალებში გაინტერესებთ? ხო, მართლა მაინტერესებს. დიახ, ჩვენ უცნაური საჩუქარი უბრალოდ. არა? ვერ გეტყვით, მე ვერ შევაფასებ რა. თქვენ მაგალითად რო იყოთ, აჩუქებდით სერვისს ვიღაცას? ანუ ვაზას აჩუქებდით? თან ესეთ უგემოვნოს. აი მე მაგალითად ეს არ მომწონს. სახში დაიდგავდით ასეთ ვაზას? კაი, ახლა ნუ გადამეკი. მე გადაგეკიდე შეთომ ხარ დებუშ ტეხავ რა. დებუშ ტეხავ კი. არა აი ხა მე ვტეხავ დებუშ? მე? არა, მაინტერესებს ბიზნესმენებთან შეხვედრა, რამდენი ბიზნესმენი მოდის? რამდენი მოდის? ზუსტად მე 26? ხამ საბჭოსთან მიმართებით. 24 კაცი მოდის? 24 კაცი არის გაშლილი, თორე ცავახმარ სერვიზებს აქ. რაც არის? არა, აქ სერვისებია იმდენი. სუპრა რესტორანში შავა. მე ვინდან პატიჟებს მე? ამ პარლამენტში არავინ, მაგრამ ამბობთ სისხლის ვარსკვლავი. What do you think about business situation in Georgia? Is good, bad or shitty? We are like all the other countries that are having difficulties. Აი, ეს ცოტა რთულადაა თქვა. Ფადი, this is crisis. Here is a crisis. Here is crisis. We need to change something. Listen, Georgia is very small. Yes. Italy is in crisis. Greece is in crisis. Ireland, Portugal. You like everyone Misha is. Saakashvili? This is good president. Yes, I think he is a good president. Okay. And what about Ivanishvili? Huge businessman. I think he's a huge businessman. And which one you prefer? For Listen, we have seen Saakashvili, but we wait to see what Ivanishvili will do. Yes, okay. Okay. Thank you very much. გამარჯობა, თქვენ ბიზნესმენი ჯანდებით, ხო? აბა? ბიზნეს ასოციაციის უი. ეს რო არის 45-დან 60 წლამდე. ეგ რა ხდება? ხო, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს. ეს კარგია თუ როგორ არის? როგორ უნდა მოხდეს ადმინისტრირება ამისი? ალბათ ეტყვიან ამის თავად. აი, თქვენ ხო ბიზნესში კარგად ერკვევით? მეტნაკლებად. თავარი პრობლემა რა არის ქართული ბიზნესის? ოღონდ ეხლა გულახდილად მითხარით რა. ეხლა მოდი მასი ჩვენი საკითხით. თქვენი საკითხი. მონოპოლია არის თქვენთან? არა. კონკურენცია არის. კონკურენცია არის, ჯასად ამის. გზები კარგია. კონკურენცია არის. აბა ცუდი რა არის მაშინ? იყო მაგალითად საერთაშორისო გადაზიდვების განმარტებაზე იყო ცოტა პრობლემატური საკითხი. ანუ ეს საკითხი მეტნაკლებად მოგვარდა. ეხლა მოგვარდება უფრო მეტად, იმიტომ რომ ივანიშვილი რომ მოდის
ყველას ესეთი რაღაცებს უკეთებენ კარგ რაღაცებს რა. დრო გვიჩვენებს. ისე კარგია ივანიშვილის მოსვლა, ხო? დრო გვიჩვენებს ბატონო. თქვენი აზრით. დრო გვიჩვენებს. ან თვალებში დრო გვიჩვენებს ყველაფერს. დრო არის ყველაფრის შეფასებელი, ხო ესე? თქვენ სახელი და გვარი? ზურაბ შენგელი. всё. ვა, ავტო ბატონი ავტო, ხო? ავტო თრალაშვილი ბენზინის ამბავში ბოსი და ყველაფერი იცის ავტოიმპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი კიდევ. და მიშისტური ის არისო ესაო, ამ იმპორტიორთა ასოციაციაო, რატო იძახიან, იცი რომ ფასებზე რო იყო ამბავი, შენ ყოველთვის ისეთ პოზიციას იკავებდი, რომ ავტომობილებს არ მოსწონდა. ობიექტურ პოზიციას პირველ რიგში ეს, იმიტომ რომ ხდებოდა არასწორი შეფასება, არასწორი გათვლები ხდებოდა, კალკულაცია, არა კომპეტენტური. ეხლა ისტორია ბენზინის ფასი? არ იგებენ რაღაცას? ეხლა ბიზნესი რა თქმა უნდა არის მოგებაზე გათვლილი, თუმცა მაგრამ ზედმეტს კარტელურად რაღაც მოლაპარაკების ამბავი ნამდვილად არ არის. შეიძლება ითქვას სოფლიოში ერთი დაბალი ფასია, ერთი დაბალი ფასი იმპორტიორ ქვეყნებზე, მოხარებულ ქვეყნებზე საუბარი. ეხლა ჩვენ ვთქვათ რომ ბიზნესმა არ უნდა მოიგოს და ფასზე უნდა იყოს დოტაციაზე, ესე არ იქნება ყველა ბიზნეს განვითარებაზე. ანუ ბენზინის ფასი შეესაბამება სოფლიო ფასებს. არანაირი ნამატი იქ არ არის. ტენდენციები რაც არის, ანუ მატება, კლება და ესეც ხდება, ეს არის ამ ტენდენციებიდან გამომდინარე. რაც შეეხება თვითონ ფასის ფას, რომელიც დღეს არის ფიქსირებული. ყველგან ერთი ფასი რო არის ეგ რატოა? ჯერ ეგეთი არ არის ყველგან ერთი ფასი თქვა, დღეს ვისაუბრობ და მეტი აქ, ეხლა მე მოლაპარაკება კარტელური არ არის? არა, ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ეხლა თუმცა ბოლოს ეკითხვა, საქართველოში არის პროსახელისუფლებო ბიზნეს პლანები? აი ეს ჩესნოთ მითხარი, არიან? ეხლა რა არის, ეხლა შეფასება პროსახელისუფლებო რას ისა, ბიზნესის ხელისუფლებასთან უჭერს მხარს ხელისუფლებას ნაწილი პოზიციას ეს უჭერს ოპოზიციას. ერთი ცნობილი ბიზნესმენი მითხარი, რომელიც ოპოზიციას უჭერს მხარს. აი, თქვენ გიჭერთ რომელიმე ბიზნესმენი მხარს? არა, აგერ ოპოზიცია. ვინ? ეს ის არის EDP ოპოზიცია არ არის თლად, მაგრამ ნუ კაი. ვის რომელი ბიზნესმენი უჭერს მხარს ოპოზიციას? ერთი დამისახელე გეხვეწები რა ვანო. ახლა ესე როგორ დაგისახელო? ცნობილი ბიზნესმენი, აი მაგალითად ჩხონია უჭერს ხარს, ვისოლი უჭერს ხარს იმას, რა ქვია, მიშას. აი ბიზნესმენი ვის ივანიშვილის გარდა რომელიც თვითონ არის ოპოზიცია. გადაწყვეტილებაა ხო ვის დაუჭირო? მართალია. კაი, დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ვა, რა შვებით, მაგარი კაშნე გაქვს. რა? გავცვალოთ, გინდა? დავაი. აჰა. აიტა. მექსია ეს რა არის? აბა მითხარი რა გინდა? ეს უკეთესია. ესა, რომელი? ეგეც მექსია. ო, კაი. მოიცა ერთი წუთი და დამიჭირე. გავიკეთებ რა. არა. რატო გაკლია ასე? ვეჟუაშვილი არ არის? ვეჟუაშვილი არ არის? ეს დრო ხარ? так, მომისმინე. თავარი პრობლემა რა არის ქართული ბიზნესის? თავარი პრობლემა მაინც არის კონკურენტული გარემო. არ არის? განუდებლობის არა. კონკურენტული გარემოს დახვეწა. ხო. გადასახადების თემა და ბევრი სხვა რამ, რასაც ახლა გავერთ. მომისმინე. მიძინა ივანიშვილის შემოსვლა პოზიტიური არის? რაში? პოლიტიკაში. ერთი რო კი, ერთმნიშვნელოვნად. ხო და რამე რო იყოს გაჩნდა ალტერნატივა, ხო? რამე რო იყოს პოზიტივია შემოსვლა და რამე რო იყოს კარგია. კარგია. აი, всё, კაშკეს. აი, всё, კარგად. გამარჯობათ. თქვენ რომელი ბიზნეს წარმომადგენელი ვანდებით? სხვადასხვა ბიზნესის. აი, კაცი. სხვადასხვა ბიზნესის. მართლა მექსია ესა? რამ ხوارში მომაჭეჭა? მე მართლა მექსი მივეცი. იარლიყი არა. ბაზრობაზე აქ ისაკაძეს ნაყიდი ესა. გამიცვალა კაშნე ისაკაძემ და მე მივეცი ნაღდი კაშნე და მომცა იარლიყი არა აქ ვაფშე, აი. ამ ხელა ბიზნესმენი კაცი და second hand-ში ნაყიდი კაშნე მაჩუკა ჩემს მექსში. 75 ლარიანში რაღაც ისაკაძე. არა უშავს. გავსწორდები. ოვა ჩემი დროც. აი. რა არის? რა შენი მაკაშნეთი მარიაჟო? მოიცა ერთი წუთით რა. გადადე ყურმილი რა. ეს ფირმა არ აწერია, second hand-შია ნაყიდი. აი. აბა სადა რა ფირმა? დამიბრუნე უკან. არა, ერთი წუთით რა. არა, ერთი წუთით. დამიბრუნე. ერთი წუთით, მაიცა. მოიცა. შვილი მისვარიში. მაიცა. დრო აქვს ბევრი. დრო აქვს ბევრი რა, შენს გაგდრო. ჩემ თავზე ვიღებ, რო იქ არავინ აღარ იმასკნას. ჩაწეროს. მომისმინე, ერთი წუთი. ვერც კი ხდება რომ თელი რესპონდენტები მოშორდა. კაი. მოიცა, მოდი. მაბნევ შენ. რა ფირმაა მითხარ? აი ჩემ ნახე მექსი წაწერი. ეს რა ფირმაა? ეს რა ფირმა? ეს არის მექსი 2. მექსი 2? 2. აა. ნავაროტკა ბიზნესმენების. შენ ვერც კი ხვდები. აბა მითხარი? ხშირ შემთხვევაში როცა ლეიბელი არ აქვს. შეიძლება და ვაფშე ყველაფერი განისაზღვრება ვინ გიკეთებს საჩუქარს. შენ. მიკეთებ. ასე შენ მე გამიკეთე საჩუქარს. всё, ანუ всё, კაი. ანუ არ მოიცა გადაფიქრებული ქონდა? არა, მე უბრალოდ ვერ ვნახე ლეიბლი. შენ ლეიბლის ლეიბლის განსაზღვრა. ლეიბლის მონავარ. აღიარე.
ხანდახან რა ვკნა ეხლა. რატო? მომისმენე. აი, ეხა იქ რა სტუფთა ბაზარი იქნება სულ, ხო? რატო? ამა რა ბაზარი უნდა? აი რატო გონია რომ სტუფთა ბაზარი იქნება? ეს არ წყვეტს არაფერს. პარლამენტის თავმჯდომარე. აბა ვიწყვეტს. მიშა, ვანო და ადეიშვილი არის. სამი კაცი არის. პარლამენტში რეალურად საბოლოო ჯამში ხდება დამტკიცება, მათ შორის იმ საკითხად. მოდი ერთს გეტყვი მარტო რა. ერთი თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ მოსული, რომელიც სამი დღის წინ ჩვენთან იყო ასოციაციაში განხილული. მთავრობამდე ყოველ შემთხვევაში მის დიდ ნაწილამდე დავიდა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესზე უნდა იყოს ფიქსირებული გადასახადები შემოღებული. დეგეგე და რაღაცა. მათ შორის ფიზიკურ პირებს განთავისუფლდება დეგეგესგან. გათავისუფლდება. არ არის აქ მოსასვლელი და სალაპარაკო. კი, მაგრამ გააკეთებენ. დამელოდები 1 საათი? კი, მომისმინე, იცი რა მაინტერესებს. აი ეს 45-დან 60-მდე. მე მგონი სიაბანდობაა მაგ. 45-დან 60-მდე თემა ეკონომიკური თვალსაზრისით. არის არა დავაფიქსირე კიდეს მე მაგაზე ჩემს პოზიციაზე. ჩემთვის არ მიუღებელი. ხო და ეგ მაინტერესებს. ხო, არა, არ მომწონს ეგ გადაწყვეტილება და მგონია რომ არასწორი. რაღაცა კრიშა ყავს ამას სერიოზული, ალაპარაკებენ ეხლა. ვის? ბატონი საკაძეს. ეს თამამად ალაპარაკებს. შენ გაიარე, ნახე, ყველაფერი გამაზულია. ყველაფერი გამაზული. ერთი კითხვა შეიძლება დაგისვა უცებ. რომ მეჩქარება რა. უცებ. კი ბატონო. ბიზნეს ომბუდსმენი ხო ხარ? ქართულთან დაკავშირებით, ბანკ ქართულთან გააკეთეთ განცხადება, რომ დააყაჩარა ეს. ისე შეგიძლიათ პირდაპირ თქვა თქვენი დამოკიდებულება ბანკ ქართულს თანხის ექსპროპრიაციის გამო ბიზნეს ომბუდსმენი. არა, ვერანაირად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ კანონის მიხედვით უნდა მომართოს, უნდა დავამუშავოთ. ანუ არის დამოკიდებული არა გაქვთ, ხო? ზოგადად ვიცი როგორც თქვენ ისმენთ ტელევიზიიდან, ისე ვიცი მეც, მაგრამ თუ მომართავთ და დოკუმენტაციით და აბსოლუტურად გავლით, შემდეგ უკვე რეაგირება იქნება. აი, მაგათ პრობლემაა რომ არ მოგმართოს. არ არის ცუდი ბიჭი, ეხლა მართლა თუ მიმართავ, იტყვის რომ არასწორად წაართვეს ფული იმას ქართულს. აშკარად შეხედეთ. გამოუცდელია ცოტა ღელავს, მაგრამ რთულია ბიზნეს ომბუდსმენობა ამ ქვეყანაში. ესე იგი რა ხდება ზოგადად ეს მუტმუტებს პარლამენტის თავმჯდომარე და Facebook-ში იყო ვირტუალური არჩევნები პარლამენტის თავმჯდომარის ორეულის და აი ხა რომ გამოვა ჩვენ დაველაპარაკებით რა ვინ არის და რაზე ოცნებობს. ვარ მაინც არ ვარ გოდეს ჩვენ მიკროფონი ძირფას ლემაყურებლებოდა არ ვარ აზმო, ეხლა შევიპარებ პირდაპირ ნებისმიერი მტრის ბანაკში, რომ ვერ მიხვდებიან საიდანაა. ამასაც გადავღებავ, კაი ფერზე დავსვავ, ლურჯ ფერზე, ამ ყვითელზე. და აი მოეფინა ნათელი საიდუმლოს ვირტუალური პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებს და მაკა გიგაური გვიხსნის. რა არის ეს ვირტუალური არჩევნები? ეს არის თამაში, იდეა გვეკუთვნოდა ჩვენ თამაშობთ ხო თქვენ, ხო? თამაში რახან არის თამაშობთ, ხო? თამაშობს Facebook-ის ყველა მომხმარებელი, ნუ ისაც სურვილი. თქვენ ათამაშებთ. ესე გამოვიდა. თქვენ თამაში წესები თქვენ შევთავაზეთ, წესები გაინტერესებს? ხო. ესე იგი, ნებისმიერი სოციალური ქსელის მომხმარებელი, ამ შემთხვევაში Facebook-ის მომხმარებელი, თავის სურვილის მიხედვით რეგისტრირდებოდა ან ამომრჩევლად, ან ვირტუალური სპიკერის კანდიდატად. ნუ პრინციპი ესეთი იყო. ბატებს კლავენ თუ რა, სტრელялკა თუ რა არის? ესე იგი, დაუშვათ თქვენ დარეგისტრირდით კანდიდატად. ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ დაუშვათ, კაი. ნუ კაი, დაუშვათ, არა, ხუმრობს. ცოტა მხიარულად რა. კი ბატონო. თამაშზე დარეგისტრირებული კანდიდატი. დავრეგისტრირდი მე. მეგობრებს სთხოვდა, ხო? რომ დაელაიქებინა მისი პეიჯი. უი, აი ის რომ ბურღავენ რომ დამილაიქეო, ეგ გააკეთეთ თქვენც? მე არა, მათ. ხო, მაგრამ თქვენ ამაში შეუწყეთ ხელი? ბაქრაძის გვერდი დაალაიქეთო, ხო? არა, თავისი პერსონალური შალო რა დაგემართა ვერ არასწორად და ბაქრაძე რა შუაშია? ბაქრაძე არაფერ შუაში არ არის, ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარე არის დავით ბაქრაძე, ჩვენ შევთავაზეთ ესეთი თამაშის ფორმა მოვიფიქრეთ, რომ ვისაც სურვილი ქონდა ბაქრაძის გვერდი დაელაიქებინა. არა, აბა თავისი გვერდი დაელაიქებინა? ვისაც მონაწილეობა თამაში შალვა მესმის და რომ მიგეღო შენ მონაწილეობა ამ თამაში შენი მეგობრების მეშვეობით ან გახდებოდი ან არ გახდებოდი. გამარჯობა, ძირფას ტელემაყურებელო, ჩვენს წინაშე არის ვირტუალური პარლამენტი. ეხა ისე მოიქეცე, რომ ვირტუალური არ ახარ და ნამდვილად ხარ. და მე მოგმართავ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. შეიძლება დაგისვეგეთ შეკითხვა. არა, მუდამ ისე, იმიტომ რომ ჯერჯერობით ეს იყო პროექტის პარლამენტში და ჯერჯერობით პროექტში ვითამაშოთ. 25 წლის ბატონი მამუკას ვინა ხარ გლონტის. არა, გლონტ მოგვარია. ხო, კაი კაცი დასრულა წარმოთები და სხვა დრო თამაშები ვითამაშე. მაგრამ არა, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე. და ლელო გურიაში რა ვიცი. დღეს არა, ხუმრობს. რა თქმა უნდა. Facebook-ზე მე ადრე. Facebook-ი არ იყო მაშინ, მაგრამ ვიღაც შენი ასაკის ბიჭებისგან გამიგია, რომ გოგოების კერვით არიან გართული და შენ პარლამენტის თავმჯდომარეს კერავ.
როგორ თუ საინტერესო სფეროა ზოგს გააჩნია. არა, ნუ ურთიერთობა ახლა კერო გააჩნია. შეიძლება კერო ჩვენ ურთიერთობთ. ნუ გააჩნია ვინ როგორ მოქმედებს და ვინ როგორ რატ გინდოდა? რატო გინდოდა ეს? გეტყვი, მე ვარ იურისტი და ძალიან მაინტერესებს ჩემი ქვეყნის კანონშემოქმედების ორგანო. უმაღლესი წარმომადგენლთა ორგანო და კი ჯობია. სწორია, ხშირად არ უნდა შეუშალოთ ხელი, მით უმეტეს წარმომადგენლთა ორგანოს. გაქოქილია ხო და რა ვიცი, ფიქრობ რომ კარგი პროექტი იყო და წარმატებული დღე გამოვიდა დღესაც ჩემი აქ მოღვაწე. პოლიტიკაში აქტიურად ჩართული. არა, მაინც ვერ. გინდა რომ იყო პოლიტიკაში. ხოდაზე გამორიცხავდი გურულებს გიყვარს. გაგშენი სოფხებიოლობრივი პოზიცია. რა თქმა უნდა, კი. ბიზნესა იმაშოს უნდა მივცეთ მოქალაქეობა? მე ვერ შევიკავებდი ამ ეტაპზე თავს სამართლებრივი. ვერ შეიკავებდი თუ თავს შევიკავებდი, იმიტომ რომ მოქალაქეობრივი პოზიცია რო დააფიქსირო. ფიქრობ რომ იქ იღება ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება გათვალისწინებული და მყარად დამყარებული მოქმედ კანონმდებლობას. მიხეილ სააკაშვილი 2013-ში პრემიერ-მინისტრად მოგწონს ეგ პონტი? მე მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად ძალიან მომწონს. თუ გაინტერესებს, ხო, ეგ რაღაც საკანონმდებლო კონსტიტუციური ვადები იწურება, მაგრამ რა პრემიერ-მინისტრად შენი აზრით კარგი იქნება? ვერ გეტყვით. პოლიტიკოსნება გადაწყვიტოს თავისთავად. შენ როგორც მოქალაქე ეთანხმები ამ არჩევას? მე მის არჩევას დავეთანხმები აბსოლუტურად. იმ კუთხიდან გავნა რომ ჩემი პოლიტიკური დამოკიდებულება პირდაპირ გეტყვიდა გულაცველად რომ არის პრეზიდენტის მიმართ დადებითი. მაშინ ყველაზე მაგარი კითხვა მიშა სააკაშვილის ნაკლი. იცი რა, მე მაგრე გადაცემაზე ბევრი იცინე. ჩემი არ ვიცინიე, ბევრი და ჩემი აზრი მქონდა. იცი რა არის, ადამიანი უნაკლოდ არ არსებობს და ძალიან რთულია ადამიანის ნაკლზე ისაუბრო, ეს არც რელიგიური კუთხით არ იქნება გამართლებული და არც ჩემგან მით უმეტი. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ჩვენ ნაკლებს რომ მიხედოთ, უფრო კარგი იქნება. ვიტყორი ნაკლი, სააკაშვილი ნაკლი ვიტყორი. აი ეს პირველად, აი ახლოს რო გავიცნობ, ალბათ არ გამიჭირდება დასახელება. არა, ჯერ არა. მული მითხარი რა გინდა, მაგ უბრალოდ გიჯიკო ხა. მაგ. ნუ ვიჯიკებ, არ გიჯიკებ, ეს პრობლემა. პარლამენტის თავმჯდომარეს მელაპარაკება. არა, რა, იცი შალვა, ძალიან გამიჭირდება ამ ადამიანის საუბრო, რომელსაც პირადულად არ ვისუნდა, მის ნაკლზე ვერ ვისაუბრებ. პოლიტიკური ნაკლი შეცდომა არ აქვს დაშვებული არც ერთი მიხეილ სააკაშვილი. შევაფასოთ, როცა შეფასების დრო დადგება და მომენტები იქნება, როცა ჩვენ შევაფასებთ მის საქმიანობას, როცა იქნება არჩევნები. აი, აქ გამოხატოთ ჩვენ დამოკიდებულება მის. თქვენ რა იცით მის ვიცით? იმიტომ რომ პოლიტიკური სიმპათიები მაქვს. ხო, დღეს კი, მაგრამ ხო შეიძლება რაღაცები შეცვალოს. შესაბამისად დამიტოვე მაგის უფლება, რომ მე თვითონ გადავწყვიტო პოლიტიკურ ასპარეზზე მინდა წამოვწიოთ ჩემი ხმით. რომელი სასმელის მაგიყვარს? ნაკლებობს, ძალიან ნაკლებობს სიმართლე და გულწრფელად. კარგი, ოდეს მე ერთხელ მაინც. დიახ. რამე ნარკოტიკული მოგიწევია პლანი მაგრამ. არა, საბედნიეროდ გიჩხუბია სკოლაში? ჩხუბით კი. მოგრევია? აი კამერები თორე შემიძლია გეჭიდაო და გიფიცო რომ კარგავ ჭიდაო კიდევ. არა, დავაი ბარო, სხვა დროს. არა, კარგი. ეხა ჯობია როგორც გურულებმა ერთმანეთს გავიგო. მოკლედ ძვირფასწავლე მაყურებელო. მოდის ახალი თაობა, აი ესეთი თაობა მოდის. თქვენ შეგიძლიათ მოგეწონოთ, არ მოგეწონოთ, მაგრამ ნუ რაც არის ეგ არის ძვირფასწავლე მაყურებელო. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. კარგად დღეს ძალიან რთული დღე გაქვს. კი. ძალიან უფრო მეტად მზად ვარ რომ მომიზადოთ, აბა რა. 1878-მა მეგობარმა მომცა ხმა. ვიცი, ეს დიდი мотиваცია ხვალინდელი დღისათვის. ოჩებ შეეთქობა ამას რომ რაღაცა. აი, კარგად იყავ. კარგი. ერთ შეკითხვა მაქვს მხოლოდ რა. 26 ოქტომბერს ბიზინა ივანიშვილმა ფული რო გადმოგირიცხოთ, აიღეთ ეს ფული. და კრემლის აგენტი რო არის და ის მის რატო იღებთ? ცოტა უხერხული არ არის თუ თქვენ ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერი ხარ და ნაციონალური მოძრაობის უფროსები ამბობენ რომ რუსეთის კაციაო აი მე ვარ ზუგდიდიდან მაჟორიტარი დეპუტატი. ვიცი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ბატონი ბიძინამ დაუნიშნა აკადემიკოსებს და წევრ კორესპონდენტებს. მე ვარ ერთადერთი, მეც ვარ ერთად. დანარჩენი 123 კაცი. და ძალიან პატარა შეკითხვა. 26 ოქტომბერს, როცა თქვენ ეს ფული გადმოგერიცხათ, უკვე იყო კამპანია, თქვენი მეგობრები ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერები იძახდნენ, რომ ეს არის რუსეთის პროექტიო. თქვენ ცოტა უხერხულად თავს არ გზნობთ, რომ რუსეთის პროექტის კაცისგან ფული აიღეთ? მოდით რა, მე შევხვდეთ და ველაპარაკეთ. და მეორე პატარა შეკითხვა, მოქალაქეობა უნდა მიენიჭოს თუ არა მიშამ ივანიშვილს. იცით რა არის, მე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია მაინტერესებს თქვენ. თვითონ გადაწყვეტავს მიმართოს. თქვენ ხო გაქვთ მოქალაქეობრივი პოზიცია? აი პატრიარქმა თქვა, უკვე რომ მიენიჭოს. მე პატრიარქსაც ველაპარაკი გუშინ, ბატონ მიზანს აქვს 3 ქვეყნის მოქალაქეობა ქონდა. აღარა აქვს, რუსეთს აღარა. კი, მაგრამ რომელიმე და მე შეიძლება უნდა მიენიჭოს თუ არა თქვენი აზრით. თუ ბატონ ბიძინამ უნდა მიმართოს და მისცემენ აბა. მისცემს ხო? ძალიან დიდი მადლობა. მოკაცრავად რომ შეგაყოლეთ. მედიცინაც სულ დღესია. გადასარგებლო. კარგით. კაი კაცია. ჩემთან და განახებთ. უმაღლეს დონეზე მე. მართლა რომ მოვიდე? კი ბატონო. სად მოვიდე მითხარ? სად? რკინიგზის საავტომობილო ხო გასვამთ. დაგირეკავთ და მოვა. კი ბატონო. შევთანხმდით. კი ბატონო, განახებთ. აი. კარგით. სულ ეგეც ახალი თემაც ავაგდე.
აი ასეთი იყო დღევანდელი აკრედიტაციის გარეშე. მე ამ stand-up-ით კი არა, sit-up-ით გემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენ ერთმანეთს შეხვდებით ზეგე 22 საათსა და 30 წუთზე. ნახვამდის.